უკვე მერამდენეთ ბატონმა კობახიძემ საჯაროდ და დაუფარავად აჩვენა სად პოზიციონირებს ამ კონკრეტული ბრალდების საქმეში. მან საჯაროდ და დაუფარავად აჩვენა, რომ იგი პოზიციონირებს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ნებისმიერ ფასად სურს იხილოს ის პატიმრობაში. გუშინდელი განცხადება, მისი განცხადება იყო მორიგი აშკარა და უხეში დარღვევა მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლების, რაც მისი კონსტიტუციური უფლებაა. ეს ნაწილი ადამიანების, რომლებიც დღეს არიან საპატიმროში, არიან მსხვერპლი, ასე ვიტყოდი. ამას ვერ ვიტყოდი მაგალითად მზია ამაღლობელს, რომელიც მსხვერპლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას. ხო, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა და პოლიციელის ღირსების შეურაცხყოფა. ამ ფრაზებიდან ბატონ კობახიძეს მინდა დავუდასტურო, რომ მზია ამაღლობელის ქმედება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც შეურაცხყოფა. როგორც მან თავად ბრძანა სხვათა შორის, მაგრამ მისდა გასაკვირად მინდა მას ვუთხრა, რომ შეურაცხყოფა არ არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება. მან ბრძანა, რომ მზიამ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს. შესაბამისად, ასეთ პირობებში მისი ბრალდება და პატიმრობა გახლავთ უკანონო. შემდეგ მან ბრძანა, რომ მზიას ამოცანა იყო პოლიციელის ღირსების შელახვა. შესაბამისად, მას ასევე მინდა შევახსენო, რომ პატივი და ღირსება არ გახლავთ სისხლის სამართლის კოდექსით დაცული ობიექტი. არამედ პატივის და ღირსების დაცვა ცივილიზებულ მსოფლიოში ხდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რაც არ უნდა უცნაური იყოს ჩვენს ქვეყანაშიც, დღემდე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ხდება პატივის და ღირსების დაცვა და არა სისხლის სამართლის წესით, ისე როგორც ეს მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვიტეს შესაბამისმა ორგანოებმა. სწორედ ამიტომ არაერთხელ მოვითხოვეთ სასამართლოსა და გამოძიებისაგან ამ საქმის შეწყვეტა მზია ამაღლობელის ბრალდების საქმის და მზიას გათავისუფლება უკანონო პატიმრობისაგან. მან დააბრალა მზიას, რომ ის მოქმედებდა დავალებით და შეკვეთით. ეს არის სრული სიცრუე და ეს არის სიცრუე არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვამბობთ ამას მზიას მხარე და დაცვის მხარე. არამედ ეს არის სიცრუე იმიტომ, რომ მზიას ბრალდების ფორმულირებაში არსად წერია, რომ ის მოქმედებდა ვინმეს დავალებით ან დაკვეთით. მისი ბრალდება უბრალოდ ამას არ ითვალისწინებს. თუ კი ბატონ კობახიძეს აქვს პრეტენზია, რომ მან სიმართლე გაახმოვანა ეთერში და მან ამ საქმეზე იცის იმაზე მეტი, ვიდრე ეს იციან ამ საქმის გამომძიებლებმა ან პროკურორებმა, მოვუწოდებ მიმართოს გამოძიების ორგანოს და მისცეს განმარტება, თუ რა იცის ამ დავალების შესახებ და კონკრეტულად რა დავალება მიიღო მზია ამაღლობელმა, ვისგან მიიღო ეს დავალება და რას შეეხებოდა ეს დავალება. სამწუხაროდ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ცდილობენ სიცრუის გავრცელების გზით მოახდინონ მზია ამაღლობელის დისკრედიტაცია. რაც ხვა თვითონ ფაქტს. ფაქტი იყო ასეთი, ხო, თქვენ გახსოვთ, ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი, შემდეგ მოხდა მისი დაკავება, შემდეგ პირობით გათავისუფლება და როგორც კი გარეთ გამოვიდა პოლიციელს, მან სახეში გაარტყა ხელი, ხო? არხნა რა გოგო, არხნა რა. მზია ამაღლობელს აკავებენ, მზია ამაღლობელს ბათუმელების მენეჯერს აკავებენ, მზია ამაღლობელი დააკავეს. მზია ამაღლობელი დააკავეს ამ მზია ამაღლობელი დააკავეს ახლა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მან სტიკერი მიაკრა პოლიციის შენობის ღობეზე, კონკრეტულმა სპიკერებმა კი ღობე შეცვალეს პოლიციელის ზურგით და ისე მიაწოდეს ეს ინფორმაცია საზოგადოებას უხერხულობის განცდაც არ ჰქონიათ და უფრო მეტიც შემდგომ არც ერთ მათგანს ბოდიშიც კი არ მოუხდია ამ სიცრუის არაერთხელ ტირაჟირებისათვის. ჩვენ ნახეთ, რომ როდესაც მან გააკრა სტიკერი პოლიციელს ზურგზე და არ მგონია ეს ახლა ნორმალური საქციელები რა გითხრათ. ეს განცხადებები ემსახურება სწორედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და სწორედ იმას, რომ შემდეგ ეს სასამართლო უკანონო გადაწყვეტილებას რომ მიიღებს, საზოგადოებრივი აზრი მომზადებული ყავდეთ ხელისუფლების სპიკერებს, აი ამ უკანონო გადაწყვეტილების, ასე ვთქვათ, რასაცეცრებლად. მზია ამაღლობელის საქმე ორკესტრირებულია ხელისუფლების ყველა შტოს მონაწილეობით. საჩივარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სასამართლოში გაიგზავნება მოკლე დროში, განცხადება ამის თაობაზე არაერთხელ გავაკეთეთ, თუმცა ვინაიდან მზია ამაღლობელის საქმეში დარღვევები იმდენად ფართო სპექტრის არის,
მის საქმეში დარღვეულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის თითქმის ყველა მუხლი და ეს თითქმის ყველა მუხლი დარღვეულია არაერთი ასპექტით. ამიტომ ამ საჩივარზე მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა, დასრულება და განახლება, ვერ ვასწრებ დარღვევების დაფიქსირებას, რომ ახალი და ახალი დარღვევა ემატება. თუმცა უახლოეს დღეებში დასრულდება ამ ეტაპზე ეს საჩივარი და უახლოეს დღეებში გაიგზავნება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.